სიგნიფიკაცია ვნახოთ. რას განიცდით ახლა თქვენ, რომ იცნოთ გაშლა თქვენია თუ არა? სიყვარულს. აქ შეიძლება არის მომენტი, როდესაც მამაკაცმა უნდა გააკეთოს ორ ქალს შორის არჩევანი. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რა არჩევანს გააკეთებს. ვისთან ერთად წავა ეს თავის ცხოვრების გზაზე. იცი, იმიტომ რომ ეს მამაკაცია დამოკიდებული, ეს როგორც ასეთი, როგორც ჩანს, ამ მამაკაცს აქვს არაერთი არჩევანი, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ იცით, რომ წარსულში ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყავით, მაგრამ აი ეხლა რას გადაწყვეტს ეგ არ იცით. ეხლა ჩვენი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. მოხდება თუ არა ის, რისიც გეშინია. ამ შემთხვევაში შენ გეშინია იმის, რომ შენ არ აგირჩევს. ნახოთ ახლა. პირველი იქნება შენ. ნახოთ. მოხდება თუ არა ის, რისიც შენ გეშინია. როგორ არ უნდა. აირჩევს თუ არა ეს მამაკაცი ამ ქალს? ძვირფასო ადამიანებო, აქ როგორი სიტუაცია, იცი? თქვენ ამ კაცისთვის შეგიძლიათ სიმშვიდის მიცემა, სიყვარულის მიცემა და აქ სიყვარული აქვს ნამდვილად ამ ადამიანს თქვენს მიმართ. ოღონდ თქვენ დამოკიდებული ხართ თქვენს წარსულზე, აი თქვენი წარსულით ხართ დღემდე. ის გბოჭავთ და ასე ვთქვათ, შეგიძლიათ რომ გამოხვიდეთ ამ დამოკიდებულებიდან, თუმცა არ აკეთებთ. თქვენ ახლა რა პაუზაც გქონდათ გაჩერებული სიტუაცია და შეიძლება ახლაც გაქვთ. ეს გაქვთ იმისთვის, რომ თქვენ მიხვდეთ რა ნაბიჯი უნდა გადადგათ თქვენ ცხოვრების გზაზე. მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ. უბრალოდ ესე მოკალათებული ელოდებით იმ წარსულიდან გამომდინარე, ისევ როგორ წავა ინერციით, წარსულის ინერციით თქვენი აწმყო.
ანუ აქ იმისთვის გაქვთ ეს გაჩერებულობა და შეიძლება არაერთხელ მოხდა ეს გაჩერებულობა ურთიერთობაში, რომ აქ თქვენ გააცნობიეროთ რაღაცა. წარსულიდან მიღებული გამოცდილება და აწმყო შეაჯამოთ იმისთვის, რომ ის ეხლანდელი მოცემულობა შეაჯამოთ იმისთვის, რომ თქვენ გადადგათ ეგრეთ წოდებული სამომავლო გააკეთოთ ქმედება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამას გააერთიანოთ რა, ეს ასე ვთქვათ, რაც მოგცა ამ ტკივილმა თუ სიყვარულმა თუ გაჩერებამ თუ ყველაფერმა ნაყოფად აღიქვათ, მაგრამ ამას ვერ აკეთებთ თქვენ. ვერ აკეთებთ ამას, არ აკეთებთ, ვერ აკეთებთ, მარტო წარსულზე ფიქრობთ, რა იყო, როგორ იყო და აი, ასე ვთქვათ, ამ ენერგიებში ხართ. მეტი არაფერი. ანუ აქ ზრდის პროცესი მიმდინარეობს. ამ კაცის წასვლით თქვენი ცხოვრებიდან ეს როგორც ჩანს თუ შვილები ყავს ამას, ეს მიდის თავის შვილებთან ერთად. არჩევანს მოდი ასე ვთქვათ შვილებზე აკეთებს, ბევრი ფიქრის შედეგად. და ეს მისი წასვლა თუ ოჯახი ყავს, შვილები ყავს, იმისთვის ხდება, რომ თქვენ აქ ვერ ისწავლეთ რაღაცა. ხო, ჩვენ ყოველთვის გვეძლება რაღაც სიტუაციები იმისთვის, რომ მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ეს არის ესე. კიდევ ვამბობ, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის ჩვენი განსხეულების მიზეზი, მიზანი, მიმართულება და როგორც კი დავიწყებთ იმ გზაზე სვლას, რომელიც ჩვენთვის ასე ვთქვათ კატასტროფულად გვეჩვენება, მაგრამ სულის დონით ეს არის გეგმა სულის, აი მაშინ მოგვეხსნება ხოლმე რაღაც სირთულეები ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ სვლელობის პარალელურად. აქ ზუსტად ეგ მომენტი აქ თქვენ როგორი რაღაცა, იცი, ეს რა უნდა გააცნობიეროს ამან. აქ თქვენ უნდა ანახე აქ როგორი ღრმა სიტუაციაა ჩემო ძვირფასებო. აქ თქვენი გრძნობა და გონება უნდა გააერთიანოთ, თანხwebdriverში მოიყვანოთ. აი მაგის პროცესი მიმდინარეობს. და აქ ჩერეს ამ გრძნობების დაშლით უნდა მოხდეს, ანუ სული და ხორცი, მოდი ასე ვთქვათ, და ბალანსში მოიყვანოთ, გაიგეთ ამის გასვლით. და აქ უნდა მოხდეს თქვენი ამ გაკვეთილეობრივი მდგომარეობის, ამ ასე ვთქვათ, თქვენი წარსულში მიღებული გრძნობის მომავალში წაქცევით, რა ვქნა, ესეთი გაშლა მიწევს, იშვიათად არის ჩვენ არც ესეთი გაშლები, მაგრამ რა ვქნა, რაც არის, ეს არის, ხო? უნდა მოხდეს ის, რომ აი მე ვისწავლე ღმერთო კი, ჩერეს ამ ტკივილით მე ვისწავლე. აქ მოგიწევთ თქვენს გრძნობაზე საუბარი, წარსულზე საუბარი, მაგრამ თქვენი შეთანხმება ვერ მოხდება. ამ კაცის ეგოიზმი, ეგრეთ წოდებული და უპასუხისმგებლობა თქვენ ძალიან გატკენთ რაღაც მომენტში, მაგრამ ეს კაცი ნახე რატო ვერ მოიქცევა ესე, იმიტომ რომ ეს საერთოდ დამოკიდებულია გარეშე ადამიანებზე. ამას ტვინსურებს ადამიანები, ვინც მის ირგვლივ არიან და ვინც უკირკიტებს და ასე ვთქვათ, თავდაყირაყავთ თავის ჭკუაზე დაყენებული. მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ვიღაცეები მოშორდნენ, ვიღაცეები ვლანძღოთ, ვიღაცეებს ვაგინოთ და ასე შემდეგ, არა. ეს იმიტომ ხდება, ჩერეს ამით, რომ აქ თქვენ მოგეცეთ, აი როგორც ბიძგი რო იტყვიან, იმისთვის რომ აი ეს თქვენი სასწავლებელი ისწავლოთ. სხვანაირად ეს არ მოხდებოდა. რჩევა სამყაროსგან თქვენ.
რჩევა არის სამყაროსგან თქვენ, რომ გამოხვიდეთ წარსული ემოციებიდან. გამოხვიდეთ და დაინახოთ ის აწმყო, რომელიც გელოდებათ, რომელზეც უბრალოდ უნდა გადადგათ ნაბიჯი, რომლის გადადგმაც არ გინდათ, და შეცვალოთ თქვენი მოლოდინი, თქვენი წარსული ტურბულენტური გრძნობების მიმართ. უნდა შეცვალოთ, როგორ უნდა შეცვალოთ და უნდა გადადგათ ნაბიჯი, რა ნაბიჯზე დიდი ხანია ფიქრობთ, ეს წარსული ემოციები მთლიანად უნდა დალეწოთ, რომ იტყვიან და გადადგათ ნაბიჯი იმ ნაბიჯზე, ის ნაბიჯი, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ, სიმშვიდისკენ და ასე ვთქვათ, აიღოთ თქვენი თავი, თქვენი ქმედება თქვენს თავთან მიმართებაში, თქვენს ხელში დაიჭიროთ და რა ელოდება მე ამ ადამიანს განახლდეთ. როგორც კი ამის გაცნობიერება მოხდება ძვირფასო ადამიანებო, ხო? თქვენ გამოდიხართ ამ ბავშვური ფოჩიანი კამფეტი მინდას ტყვეობიდან, მომენტიდან გამოდიხართ. თქვენ გამოდიხართ, აი თუ გააცნობიერებთ იმას, რომ თქვენ აწმყოში რაც არ უნდა ვითომ კარგად გრძნობდეთ მაგაცთან თავს, დაათრევთ ტვირთად თქვენს ასე ვთქვათ კრიზისულ ემოციებს, რომელიც წარსულიდან მოყვებათ და ეს აავადებს ამ ურთიერთობას, ხო? როგორც კი ამას გააცნობიერებთ, ეს მდგომარეობა დასრულდება. და რო დასრულდება, შემდეგ რა შემოდის ამ ქალის ცხოვრებაში? თუ რამდენი რკანი წამოვიდა? ვიცოდე, ეს ვინ არის? ეს ახალი მამაკაცი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, სამყაროს ასე ვთქვათ, სამართლიანობის პრინციპით, სამყაროს გადაწყვეტილებით, თუ თქვენ ამას მოერევით და გავხვალთ ფონს, ახალ ადამიანს აგზავნიან თქვენს ცხოვრებაში თქვენი გაწმენდის შემდეგ, თქვენი გაკვეთილეობრივი სიტუაციის ჩაბარების შემდეგ, დასრულდება, ასე ვთქვათ, თქვენი აი თითქოს როგორ აბსოლუტურად თქვენ ახლა წარმოდგენაც არ გაქვთ, ისე გადააგდებთ იმ წარსულის ცხოვრების გასაღებს, აი ვერც წარმოგიდგენია ეხლა რო უსმენ ამას, რომ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება და შენ თვითონ გაგიკვირდება, რომ ღმერთო, მე ხო ეს შეუძლებელი მეკონა, ეს დიდხნიანი წლების თანაცხოვრების, აი როგორი რაღაც შემოდის, იცი, ეს ადამიანი რო ყველაზე ცენტრალურ პრობლემას გადაწყვეტავს შენს ცხოვრებაში. და აბსოლუტურად აი არ გექნება ის მომენტი, რომ მე წარსულში რაღაცა ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მივიღე, რომელმაც მატკინა და ასე ვთქვათ შეცდომა იყო. არა, აი ყველაფერს ისე დაალაგებს ამ ადამიანის შემოსვლა შენს ცხოვრებაში, რომ მიფიქრებ, რომ ეს ყველა ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მე გავზრდილიყავი, მე ფეხზე ამდგარიყავი, გამწვენდილიყავი და ეს რო არ მომხდარიყო, მე აქამდე ვერ მოვიდოდი. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ახალგაზრდა, მაგრამ ერთი რამ იცოდე, ეს არის ახალი და ეს არის პასუხისმგებლობიანი პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ,
აიღებს ამ ურთიერთობაში პასუხისმგებლობას იმ მხრივ, რომ ასე ვთქვათ, არ იქნება არასერიოზული ურთიერთობისთვის შემოსული და ეს ადამიანი იცოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება ძალიან მშვიდი ერთგული, რაც მთავარია და პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი. კი ბატონო, აი თითქოს საგვარეულო ბოლოს და ბოლოს ამშვიდებს შენს ცხოვრებას. არ ვიცი, ვისი იყო ეს გაშლა. მე ამას გავიგებ თქვენი კომენტარებიდან და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგანს ძვირფასო ქალბატონებო გისურვებთ დიდ ბედნიერებას ცხოვრების გზაზე. თქვენი კარმის დაბალანსებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს და არ იფიქრო, რომ შენ ახლა ხარ კრიზისულ მომენტში და აქ მარტო ხარ. არა, არ ხარ მარტო. შენ ვერ ხედავ იმ ყველაფერს, რაც ხდება თითოეული იმ ადამიანის ცხოვრებაში, სულში, ვინც კი შენს ირგვლივ არიან. უბრალოდ შეიძლება იფიქრო, გარედან დაინახო ფოტოები, გაღიმებული ადამიანი და შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი რიგზი აქვს, მაგრამ მერწმუნე, შენც იდენტურად შეიძლება მოიქცე, მაგრამ აი აქ ხარ და ამ გაშლას უყურებ. ასე რომ ყველა არის ადამიანი მოსული აქ იმისთვის, რომ თავისი სულის გზა გაიაროს. ზოგმა გაიარა ძირითადი, ზოგი არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, ზოგი ეხლა იწყებს და ზოგი ჩუაშია, ხო? მე ცოტა შუას გავცდი, მოდი ასე ვთქვათ. შუას გავცდი. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ადამიანო, თითოეული სული, რომელიც აქ განსხეულდება, იბადება იმისთვის, რომ მაგან რაღაცა თავისი მინუსი უნდა დაამუშავოს. ვისაც პლუს კარმით აქვს გარდაცვალება, ასე ვთქვათ, მოვლენილი, თუ სწორად ვამბობ, ის აქ აღარ ბრუნდება. ასე რომ, ვინც აქ და აქ არის, იმას ყველას აქვს თავისი მისია, თავისი სულის გზა და შეიძლება ამ ინფორმაციის მოსმენამ და გაგებამ შენ შეგიმსუბუქოს ის მდგომარეობაც, რაშიც შეიძლება იმყოფებოდე, იმ მხრივ, რომ არ გეგონოს, რომ მარტო შენ ხარ და მარტო შენ დაგემართა ასეთი რაღაცა. მერწმუნე, ამ სისტემაში ვარ და ყოველი მეორე ადამიანი, აი როგორც წარმოიდგენ, ისეთი ადამიანები არიან ძალიან კრიზისულ ემოციურ მდგომარეობაში. ასე რომ მე შენ გიგზავნი დიდ სიყვარულს და გისურვებ შენი სულის გზაზე უდიდეს წარმატებას და მერწმუნე, ეს არ არის მტანჯველი გზა ყოველთვის, იმ გზაზე აუცილებლად სამყარო ნაბიჯ-ნაბიჯ როგორც კი სწორსვლას დაიწყებ და გამაჩერის ნაკადიდან. აუცილებლად სამყარო პერიოდულად დაგეხმარება იმ სიხარულებით, მოულოდნელი სიხარულებით, რომელსაც შენს გზაზე, შენი გზის მსვლელობის პროცესში თავად იგრძნობ. გემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ თქვენ სულში მზეს.